რაც გადაწყვეტს მამარდა. ქართველი მეკარე ლივერპულის რიგებში საკმარის სათამაშო დროს კვლავ ვერ იღებს. ის მერსისაიდერული კლუბის კარში მხოლოდ მაშინ დგება, როცა ალისონ ბეკერი ტრავმირებულია. მიმდინარე სეზონის ბოლოს ბრაზილიელს კონტრაქტი ეწურებოდა, თუმცა ლივერპულმა ხელშეკრულება კიდევ 1 წლით გაახანგრძლივა. შესაბამისად, ქართველს კვლავ მეორე მეკარის სტატუსი აქვს. მედიაში გავრცელებული ცნობებით ეს მას საერთოდ არ მოსწონს. გამოცემა Team Talk-ი წერს, რომ ლივერპულს რამდენიმე გუნდი დაუკავშირდა მამარდაშვილის თაობაზე. გამოცემა არ აკონკრეტებს თუ რომელი კლუბები გამოხატავენ ინტერესს. კვარა PSG-სთვის ხელშეუხებელია. სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ მიუხედავად შეთავაზებებისა, პარიზული კლუბი ქართველი გარემარბის გასხვისებას არ აპირებს. რომანო აღნიშნავს, რომ კვარას მიმართ ყველაზე დიდი ინტერესი არსენალს ჰქონდა. PSG კვარაცხელიას უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელად თვლის და გუნდში მისვლიდან 13-14 თვის შემდეგ მის გასხვისებას არ აპირებს, წერს ჟურნალისტი. ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 23 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. სოფასკორმა კიტე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. 23 ტურში ვენის ავსტრიასთან მატჩში ქართველმა დუბლი შეასრულა და შტურმს მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. პრემიერ ლიგამ ჩელსი 10.750.000 ფუნტით დააჯარიმა და პირობითი სატრანსფერო აკრძალვა დაუწესა. Sky Sports-ის ინფორმაციით ინგლისის უმაღლესი ლიგა საიდუმლო გადახდებს იძიებდა, რომელსაც ჩელსი 2011-2018 წლამდე პერიოდში ახორციელებდა, როცა კლუბს რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი ფლობდა. მათივე ცნობით იდენტიფიცირებულია მინიმუმ 6 საეჭვო გადარიცხვა ოფშორულ კომპანიებში.